მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ასეთი შეგვიერთდით მე თქვენ ადრეც, რომ გიპასუხებთ თქვენს კითხვებზე. დღეს შაბათია, ჩვენ გვაქვს ასეთი ფორმატის საუბარი და პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ სულ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ და ანკეტას ავსებთ და წერთ იქ თქვენს პასუხებს, ანუ კითხვებს. ძალიან დიდი მადლობა. და ეხლა მინდა კიდე ასეთი განცხადება გავაკეთო, ცოტა ხანი უნდა აიტანოთ, იმიტომ რომ მაგით უნდა დავიწყო რამდენიმე დღე მაინც, იმიტომ რომ მოხდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი, უკვე 2 დღე ზედაზედ ჩემს ვიღაცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც დაღლიტები არიან უფრო ამერიკიდან, იმიტომ რომ ინგლისურად აკეთებენ ამას, ამერიკული ნომრით. ჩემი TikTok-ის აკაუნტი ორჯერ გააკლონეს და დებენ ჩემს ვიდეოებს და რაც ყველაზე სამწუხარო, რომ წერენ პირადში ჩემს გამომწერებს და სთავაზობენ რაღაც უაზრობებს, რიტუალებს და ასე შემდეგ. ამიტომ TikTok-ზე ჩავწერე ეს ვიდეო, აქაც მინდა გითხრათ, რომ იცოდეთ, რომ მე არავის პირადში არ წერ, მე ვარ საქართველოში, მე მაქვს ქართული ნომერი, რომელიც არის მითითებული აქ ამ ვიდეოს ქვეშ. ქართული ნომერია, მე რიტუალებს იცით თქვენ რომ არ ვაკეთებ და რა თქმა უნდა მაგას არ შემოგთავაზებთ, უბრალოდ ფრთხილად იყავით, როცა მოგივათ რამე მაგდაგვარი შემოთავაზება პირდაპირ ჩემგან, იცოდეთ რომ ეს არის რაღაც დაღლიტობა, ეს გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ რომ იყავით ფრთხილად. ეხლა რამდენიმე ამ გამოვიწერე, რამდენიმე უკვე ნახეთ ნერვიულობ, რამდენიმე კითხვა თქვენი ამოვიწერე და ეხლა მინდა რომ გიპასუხოთ. ბევრი კითხვები გაქვთ თქვენ მატრიცის შესახებ, ძალიან მომწონს ეს, ნამდვილად ეს მიდგომა, ბევრი არის ტაროზე, ბევრი არის ანუ რაღაც ისეთ მომენტებზე, რომელიც თქვათ, ეხება ურთიერთობას და ასე შემდეგ. პირველი კითხვა იყო ტრენინგზე, იქნება თუ არა მაღალ არკანებზე და დაბალ არკანებზე ტრენინგი. ვგეგმავ ნამდვილად, მე ვდებ აქ ყოველ პარასკევს მოკლე გაკვეთილებს, შეგიძლიათ ნახოთ. პლეილისტიც არის სპეციალურად მაგისთვის, შეგიძლიათ იქ შეხვიდეთ და იქ ნახოთ, სადაც არის აი უშუალოდ ამ გაკვეთილები რა ტაროზე რა, სადაც მე მიმოხილვას ვაკეთებ არკანებზე, მანარას და კლასიკას, რასაც მე ჩემ აკადემიაში ვასწავლი. და შეგიძლიათ ნახოთ და შეიძლება დაგეხმარებათ ვინმეს, ჩემ მოსწავლეებს ვიცი, რომ ყველა ვარიანტში დაეხმარებათ. კიდე იყო კითხვა, შეიძლება მაქვს თუ არა ტაროს ნიჭი, რო თქვათ, ან მონაცემები. ეხლა ჩემოლამაზებო, ახლა ნახეთ, ძალიან საინტერესო კითხვა არის, რატო იცით? ჯერ პირველ რიგში მე ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ თუ შენ უკვე უყურებ გაშლებს, ხო? ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად გაქვს მაგისი ნიჭი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არც შეხედავდე, არც გახსნიდე, უყურებდი თქვათ, აი მარტო ასტროლოგებს სიტყვაზე, ხო, ან მარტო ნუმეროლოგებს სიტყვაზე, ტარო საერთოდ არც გაიგებდე, რას ნიშნავს ტარო, ხო, რამდენიც გინდა არიან ადამიანები, საერთოდ არ არიციან, რას ნიშნავს, вообще რა არის ტარო, вообще არ გაუგიათ, მაგრამ შეიძლება იმათაც აქვს ნიჭი, იმიტომ რომ ეს ვიყავი მათ შორის, რომ უბრალოდ მე მომწონდა ტარო. მაგრამ იყო პერიოდი აზზე არ ვიყავი თუ საერთოდ არსებობდა ტარო, ხო? მაგრამ როცა გავიგე, რომ ესეთი ინსტრუმენტი არსებობს, მე მიმართავდი ხოლმე სპეციალისტებს, დავდიოდი ხოლმე მაგათთან და მიყვარდა რა, საერთოდ მიყვარდა. ანუ ეს არის როგორ იცით, ეს არის როცა შენ უკვე უსმენ, როცა შენ დადიხარ, თქვათ, ახლა ტაროლოგებთან, როცა გინდოს მიკითხავებთან არ აქვს მნიშვნელობა, იმ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რომ შენ უკვე გიზიდავს ეს თემა, შენ უკვე გაინტერესებს. ანუ ყველა ვარიანტში, ესე იგი შენ უკვე გაქვს იმისი ნიჭი, რომ შენ თვითონ ისწავლო და
თვითონაც ახლა შენ თავს დაეხმარო, ან შეიძლება სხვებს დაეხმარო. ეს უკვე პირველი ნიშანი არის, 1,000,000%-იანს გეუბნებით რა. მეორე კიდე რა თქმა უნდა, თუ უფრო გინდა დაზუსტება, არსებობს უნიკალური ინსტრუმენტი, ბედის მატრიცა, თქვენ იცით რომ მაგაზეც მუშაობ, ხა ამაზეც იყო კითხვები და გეტყვით პასუხებს და ეს არის, ანუ კიდე იყო მაგ სხვათა შორის ესეთი საინტერესო კითხვა. მაგ ნიჭი გაქვთ, რადგან მეკითხებით უკვე გაქვთ შემიძლია გითხრათ რა, რადგან ახლა მე მიყურებთ, ესე იგი გაქვთ. ყველა ვარიანტში შეიძლება შიშები გქონდეს, რაღაცა მომენტები, რაც მე მქონდა, ამაზე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მქონდა იმის შიში, რომ ანუ ჩემი თქვათ ამ მოქმედებით, ან საქმიანობით, თქვათ ახლა, ანუ ცუდი რამე არ გაუკეთო ჩემ შვილებს, ჩემ ახლობლებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის წლები ვმუშავდა პირიქით ჩემ ახლობლებს ყველას ძალიან კარგად აქვთ საქმე, მithumedes ჩემ შვილებს და ეს არის გამოვიდა მითი ძალიან ისეთი რომ რა გითხრათ რა, ნამდვილად სისულელია რა, გააჩნია ვის ხელში არის ინსტრუმენტი, გააჩნია შენ ვისთან სწავლობ, თუ ადამიანი ახლა გთავაზობს რომ მოდი მაგიას გასწავლე, როგორ უნდა მიიზიდო ადამიანი, სხვათა შორის კიდე ისეც დამავიცა მე თქვა რომ მე ნუ იცით თქვენ პრინციპში რომ მე მაგიურ რაღაცებს არ ვაკეთებ. ანუ რიტუალებს და ასე შემდეგ და ამიტომ ჩემს ხელში ტარო მუშაობს როგორც ფსიქოლოგიის ერთ-ერთი სახელმძღვანელო და ამიტომ ახლა თუ მასე გინდათ ისწავლოთ, კი ბატონო, მოგწანდეთ ჩვენთან აკადემიაში და მიიღებთ საკმაოდ მაგარ ცოდნას, პლუს კიდე გაევლით თქვენ თუნდაც მაგარ თერაპიას და ბევრ კითხვებზე პასუხებსაც გასცემთ თქვენს ცხოვრებაზე. და რაც ეხება იმას, რომ კიდე მომწერეს, რომ აი ჯადოსნური ჯოხი მინდა ისეთი, რომ თქვათ მიპასუხოს ჩემს პირად დანიშნულებაზე, ან სწორედ მივდივარ თუ არ არის სწორედ ჩემი გზა. ჩემ შემთხვევაში მე გთავაზობ თქვენ რა თქმა უნდა ბედის მატრიცა, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური ინსტრუმენტი, მაგას ვამბობ და ვიტყვი ყოველთვის და ამიტომ გავაკეთე ჩემთან კლუბში ასეთი მოკლე მიმოხილვა დიაგნოსტიკა იმათვის ვისაც სურთ უფასოდ მობრძანდეთ ჩვენთან კლუბში, კლუბის ლინკი არის ვიდეოს ქვეშ, თვითონ ჩვენი კლუბი არის Telegram არხში. და ამიტომ შეგიძლიათ თავისუფლად ან გამოიწერეთ Telegram აპლიკაცია თუ გაქვთ, ლინკი დეს, შემოდით და ჩაიწერეთ დამხმარ ჯგუფში. დამხმარ ჯგუფს მიმართეთ და ჩაგწერენ კონსულტაციას, რომელიც ორჯერ კვირაში მე ვატარებ უფასოდ. ეს რაც ეხება მატრიცას, თუ გინდათ მთლიანი სრული მატრიცა, კი ბატონო, მომწერეთ და ჩაგწერთ კონსულტაცია და ჩავატარებთ მთლიანი განხილვა. სვაძლევ მე თან პლუს კიდე ჩვენ კონსულტაციას მე ვიწერ, Telegram-ში მუშაობ, ვიწერ და მე ვუგზავნი ჩანაწერსაც და პლუს კიდე PDF ფორმატით მთლიან გაშიფრულ მატრიცასაც ვუგზავნი თავისი რესურსებით, ნიჭით, კარმებით და დანიშნულებებით. პირადი დანიშნულება არის სოციალური, სულიერი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია საკმაოდ ასე დიდი წიგნი გამოდის, რომელიც არის თქვენი მთელი ცხოვრების სახელმძღვანელო, თქვენ ყველანაირად შეძლებთ მე უკვე გაიგოთ, სწორედ მიდიხარ თუ არ მიდიხარ სწორედ, რა უნდა გააკეთოთ, რა არ უნდა გააკეთოთ, რატო ხდება თქვენ ცხოვრებაში ის თუ ეს და ანუ რაც ეხება მომავალზე, ზოგ რა თქმა უნდა არის ახლა ეს უნდა ეს მთელი ცხოვრების გზა არის რა. და ზოგი შეიძლება გააჩნია რა სახში, მე ისეთ სახში გავაკეთე, რომ მართლა იმდენი მქონდა უკვე გამოვლილი და ახალ ეტაპზე იწყებოდა ჩემი ცხოვრება, რომ უნდა ყოფილიყავი ეზოტერიკოსი, უნდა ყოფილიყავი ტაროფსიქოლოგი, ტაროთერაპევტი, ლავ კოუჩი თუნდაც, ეს ყველაფერი უკვე მე ვნახე ჩემს მატრიცაში, რომ ეს იყო ჩემი დანიშნულება, მაგრამ პირველი რაც იყო მასწავლებლობა და ეს კიდევაც კი ვარ მთელი ცხოვრება. ჯერ სკოლაში ვიყავი მასწავლებელი, ახლა უკვე ჩემი ტარო აკადემიაში, ანუ მაინც ვასწავლე, ჩემს ცოდნას ვაძლევ. ანუ უბრალოდ პერიოდულად ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ აი ეს უნარი მასწავლებლობის კი არის ბავშვობიდან და ნამდვილად მიუყვები ჩემ მატრიცას და ისე კი არ მიუყვები, ისე თვითონ მიყავ ხარ რა, უბრალოდ ახლა იქ არის მითითებები, რატო შეიძლება მოხდეს. მე აი თუნდაც ახლა რატომ არის ეს სიტუაცია, რომელიც ახლა ხდება, გინდათ ამ კლონები და ამ ყველაფრით, ესე ძალიან კარგად ხვდები
რომ მატრიცაში მაქვს აი ესეთი პროგრამა, რომელიც ახლა მუშაობს. ჩაერთო და ახლა უკვე ჩემზე დამოკიდებული როგორ გამოვალ ამ პროგრამიდან, ხო? ანუ ესე იგი ჩვენ მთელი ცხოვრება ვმუშაობთ და აი კითხვაც იყო ისეთი რომ ანუ თქვენ როგორ აკეთებთ ბალანსს რა, რომ იყოთ იცხოვროთ ახლა ბალანსში და გარმონიაში. მე მთელი ცხოვრება რაც უკვე აი ალბათ მთელი ცხოვრება როგორ ახლა რა არ მოგატყუოთ, მაგრამ ნუ ერთი ალბათ 15 წელი სულ მცირე კი, ალბათ ეგრე იქნება, თუ მეტი არა. მე ვმუშაობ ჩემს თავზე. მე გავდივარ უამრავ კურსს, მე ვდებ ფულს ჩემს გათვითცნობიერებაში, ანუ მინდა რომ გავიგო ჩემზე ყველაფერი, ანუ მე მინდა რომ გავიგო რატომ თქვათ გავდევარ ამ გზას, რისთვის არის ეს ყველაფერი და როგორ გამოვასწორო და ამიტომ სულ ვეძებ ხოლმე კარგ სპეციალისტებს და იმათთან გავდევარ კურსებს. და მუშაობ ეხლა ამ წუთში ვარ თერაპიაში. ეს ადრე მაგალითად არ მესმოდა საერთოდ კი ეს რატომ უნდა იყო, მაგრამ კი ძალიან საკმაოდ საინტერესო არის ეს გზაც და რა თქმა უნდა იმისთვის რომ ვიყო ბალანსში, იმისთვის რომ ვიყო ჰარმონიაში, რა თქმა უნდა, სულ ვითარდები და სულ რაღაცას სწავლობ და სულ რაღაცას ვკითხულობ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ამით ახლა მე რო ვითარდები, ჩემთან ცხოვრებაში რაღაცები იცვლება, მე ხდები უფრო და უფრო კარგად და ბედნიერად და რა თქმა უნდა, უკვე სიამოვნებით ვეხმარები სხვებსაც, იმიტომ რომ ჩვენ მარტო შინაგანი სიუხვიდან შეგვიძლია სხვებს დავეხმაროთ. და არა გითხრა მე არა მაქვს არასოდეს რომ რატომ მე მართება, არა, რისთვის არის ახლა ეს სიტუაცია, რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანო მე აქედან. აი ეს არის მთავარი ჩემი კითხვა ჩემი. თუმცა ყოველთვის პასუხს ვიღებ რა თქმა უნდა, რასაც მე თქვენს გისურვებთ. კიდე იყო ესეთი კითხვა, რამდენი ხანი დაგჭირდათ რომ თქვა სწავლების მერე დაგეწყოთ მუშაობა პირველ კლიენტთან. მე შემიძლია გითხრათ რომ მე დავიწყე პირველი კურსი, ანუ როგორც მე ვისწავლე, რა კურსიც მე ვისწავლე, სრულიად მაქვს ზუსტად აწყობილი ისეთი კურსი, რასაც მე მივიღე, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური კურსი, ძალიან მაგარი. უძლიერესი, მე ხა ბევრი კურსები ვნახე, გავიცანი და მივხვდი რომ ეს კურსი, რასაც მე გავიარე, არის უმაღლესი დონის კურსი და ამიტომ სიტყვით გადმოვცემ ამ ჩემცოდნას ჩემს მოსწავლეებს და დავიწყე მე მუშაობა პრინციპში 1 თვის მერე, არა, მოგატყუებ თვენახევარი შეიძლება, იმიტომ რომ უკვე როცა პირველი კურსი გავიარე, გავიგე მნიშვნელობები, გავიგე ენერგიები, მე უკვე გაშლებიც იყო იმ კურსზე გადავედი მეორე კურსზე, იმიტომ რომ ჩემთანაც მასე მიმდინარეობს სწავლა მეორე კურსზე, ჩვენ უფრო, ანუ მეორე მესამე კურსზე მე ვაძლევ უძლიერეს გაშლებს. ესენი არიან აი საკმაოდ ინტერნეტში მაგას ვერასოდეს ვერ ნახავთ. შემიძლია გითხრათ ეს არის აგებული მაღალ არკანებზე ეს გაშლები და არის გაშიფრული იმ სისტემაში, რა სისტემაშიც მე ვსწავლობ იმ ადამიანებს რა, ანუ ასე ვთქვათ, ეხლა ვინც ვაფშე ეს შექმნა ეს სისტემა რა, უნიკალური არის ძალიან ეს გაშლები, რომელიც არის უტყუარი და ამბობენ ძალიან მაგარი ინფორმაციას აძლევენ. მანარაზეც იგივე, პირველი კურსი გვაქვს ჩვენ ვეცნობით არკანებს, მეორე კურსი ვაზე უძლიერეს გაშლებს რა, რომელიც ურთიერთობაზე დაეხმარება ნებისმიერ ურთიერთობას და ერთად ხა კლასიკა და მანარა მუშაობენ სასწაულად და მასე დავიწყე მე სადღაც უკვე შემიძლია გითხრათ რომ მე რო დავიწყე და წამოვიდა პირველი ჩემი შემოსავალი მე 1 წლის განმავლობაში და მე გეტყვით რომ მე დავიწყე სწავლა როცა კაპიკი ფული არ მქონდა, რასაც ქვია არ მქონდა. მაგრამ მე როცა ვთქვი რომ მინდა და ვისწავლე, სამყარომ შექმნა ისე სიტუაცია, რომ ფულიც გამოჩნდა, ტაროც ვიყიდე, ბევრჯერ მაქვს მაგაზე მოყოლილი, კიდევაც ვისწავლე და კიდევაც იმ 1 წლის განმავლობაში მე მქონდა ძალიან ბევრი ესენი სესხები, ასე მოხდა, მე საერთოდ არ ვიღებდი, მაგრამ განკორწინების მერე დამიტოვეს. ასე ვთქვათ, ჩემმა კარმულმა მეუღლემ. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში 1 წლის განმავლობაში მე რაც ჩავდი ჩემს სწავლაში და 7 თვეს სწავლობდი და უკვე დავიწყე მუშაობა,
დავფარე ყველა ჩემი სესხი და შემოსავალიც უკვე მქონდა. და даже ერთი წლის მერე მე უკვე ჩემი პირველი გუნდი შევქმენი, ანუ კიდევაც შევძელი რომ ამეყვანა ადამიანი, ვინც მე მეხმარებოდა იმ ჩემს ну გაპიარებაში თუ როგორ არის ეს ქართულად, ხო? და გავრცელებაში მყავდა მე ჩემი ტარგეტოლოგი უკვე, ისაც ფულს ვუხდიდი და მყავდა უკვე ადამიანი, ну, რეკლამაშიც კი უკვე ფულს ვდებდი. ანუ ერთი წელი პრინციპში დამჭირდა მე იმისთვის, რომ ფეხზე დამდგარ ვიყავი და ფულის შემოსვლა დაიწყო უკვე ესე იგი სადღაც 1 თვე-ნახევრიდან. მე მაგ-ეგეთი პრაქტიკა ჩემთანაც სკოლაში ეს პრაქტიკა იყო იქ სადაც მე სწავლობდი, ანუ ჩემ მასწავლებელს ძალიან ბევრი გამომწერი ყავდა და ის მერე ბევრი დიდი კლიენტურა ყავდა და უკვე ჩვენ რო გადავედით გაშლებზე, უკვე ჩვენ გვაძლევდა ჩვენი მასწავლებელი აი ну სთავაზობდა რა უკვე ჩვენს დახმარება, ანუ ჩვენ ვეხმარებოდით უკვე რა და მაგისი მოსწავლები იგივეს ვაკეთებ მეც აბსოლუტურად ჩემ სკოლაში უკვე როცა მესამე კურსზე არიან გოგოები და მეორე ну აი მეორე კურსის ბოლოს მესამე კურსზე უკვე მე ვთავაზობ ჩემს გამომწერლებს რომ აი მყავს ჩემი მოსწავლეები, ვისაც შეუძლიათ რომ თქვენ გაშლა გაგიკეთონ და სიამოვნებით მიდიან და უკვე ჩემს მოსწავლებს თავისი კლიენტურა ყავთ და ძალიან მოსწონთ, რა თქმა უნდა და გოგოებმა უკვე შექმნეს თავისი YouTube არხებიც, TikTok-ზეც არიან და საკმაოდ კმაყოფილები არიან მაგათი წაკითხოთ ახლა მათი კლიენტები. ამიტომ ეს მალევე შეიძლება გააკეთო რა, გააჩნიე ახლა რამდენად მონდომებული იქნები და რამდენად კარგად ისწავლეთ. მასწავლებელი ვარ საკმაოდ მკაცრი, ვითხოვ ცოდნას, ვაძლევ და ვითხოვ კიდე რომ ისწავლონ, სერტიფიკატებს ვაძლევ, რა თქმა უნდა, ჩემი სკოლა კურსდამთავრებულებს აქვს სერტიფიკატები, რაც უკვე აძლევთ მაგათ საშუალებას, რომ იმუშაონ როგორც უკვე სპეციალისტები ამ სფეროში, იმიტომ ჩვენ სერიოზულად უყურებთ ამ თემას. და იყო კიდე კითხვა მატრიცაზე ვაპირებ თუ არა მე კურსის გაკეთებას ვაპირებ ნამდვილად. უბრალოდ ახლა ვეძებ მიდგომას, ახლა თქვენ ჯერ ისედაც ღმერთს მადლობა რომ ქართულად შევძელი და გავაკეთე კურსები ტაროზე, საკმაოდ კარგად გამოვიდით, რომ ძალიან მაგარი მოსწავლეები მყავს და უკვე კურსდამთავრებულები, იმედია არის რომ მატრიცაზეც იგივე იქნება, აუცილებლად ბევრი სამუშაო არის ასაწყობად ამ კურსის არ არის ეს ადვილი და ნამდვილად კი ვაპირებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მინდა რადგან სჭირდებათ ჩემი ეს ცოდნაც მაგასაც აუცილებლად გავცემ, რა თქმა უნდა. კიდე იყო კითხვა კიდე ხო ფასდაკლება როდეს იქნება ჩემს გაშლებზე? არასოდეს, ერთხელ ვაკეთებ მარტო მაგას ვალენტინობის დღეს, არ ვაკეთებ მე ნამდვილად, არც გავაკეთებ. კი, ზოგჯერ მინდა ხოლმე თქვათ რაღაცა დღეობა როცა არის, არ ვიცი, შეიძლება უცბად რაღაცა მომინდეს და გავაკეთო, მაგრამ რატომ არ ვაკეთებ, იცით? საერთოდ ადამიანმა თუ დაუშვათ, ეს თანხარ არის მცვლელი რა. ანუ ესე იგი შენ თუ რამე ინფორმაცია გინდა და შენ არ გინდა გადაიხადო, ხო? ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ну, ესე იგი ჯერ არა ხარ მზად იმ ინფორმაციისთვის რა. და ხარ სადაც რა თანხის გადახდის უნარი გაქვს, რა თანხის გადახდის, თქვათ, სურვილი გაქვს, თუნდაც რა თანხაც არ იკბინება შენთვის, ესე იგი იმ დონის ინფორმაცია შეგიძლია მიიღო, მეტი არ შეგიძლია, იმიტომ რომ მეც მქონდა ჯერ ახლა ისეთი ფასები, რომელიც ხოთშორის მე ძალიან იქიდან ზემოდან ამაწევინეს, დაბალ ფასებზე არც მომუშავეს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ თვითონ ადამიანები, ვინც მოდიოდნენ ჩემთან, ეგრევე მიიხდნენ ორმაგს. ეს უკვე სამყაროს ნიშანი იყო, რომ არ შეიძლება ასეთი ცოდნის გაცემა, აი ასეთი თანხით რა, იმიტომ რომ მე ადამიანი თვითონ, იცით როგორი მომენტი არის, როცა შენ სიტყვაზე 50 ლარი დაუშვათ, ხო, ჩემთან ახლა იმდენი მართლა ძალიან ბევრი ცოდნა
ჩამიდეს და როცა ადამიანს იმაზე მეც ვაძლევ ვიდრე ადამიანი თქვათ შეუძლია რო თქვათ, აი ნუ აკარგული თემაა, ერთის დაბალანსი უნდა იყოს რა. ანუ იმაზე ხო გქონდა თქვენ ეგეთის შეგრძნება, რო თქვათ ადამიანმა რაღაცა მოგცა თქვათ და თქვენ იმდენად მადლიერი ხართ, რომ აი კიდე რაღაცა უნდა გავუკეთოთ. კიდე და სულ ფიქრობ და ნერვიულობ, აი მე კიდე რა შემიძლია გავუკეთო, კიდე აი მოდი საჩუქარი გავუგზავნო, მოდი ის გავუკეთო, მოდი ის გავუკეთო და ეს მე უკვე რაღაც შენ თვითონ გთანჯავს, ხო? იმიტომ რომ შენ იმაზე მეტი მოგცეს, ვიდრე даже არა იმაზე მეტი მოგცეს, ვიდრე შენ გადაიხადე. მოდით ასე ვთქვათ რა. და ამიტომ, როცა თქვენ ხედავთ რამე ფასს და თქვენ იცით რომ დაუშვოთ ეს ნორმალურია, ესე იგი თქვენ საკმაოდ მიიღებთ, რასაც გადაიქთით, იმაზე მეტი კი არა, ანუ იმდენს მიიღებთ, რასაც თქვენ გჭირდებათ. აი ბოდიშით ახლა უბრალოდ ამდენი სიტყვების ხარჯვა მიწერს, იმიტომ რომ სიტყვები ქართულად ზოგი მავიწყდება, რომ ერთი სიტყვით შემიძლია რუსულად თქვა და აგიხსნათ, ნუ არა უშავს. ხო და ამიტომ ეს მეორე, ეს პირველი, მეორე კიდე არ შეიძლება რატო იცით უფასოდ, ჯერ პირველ რიგში მე არ ვიცი, მე ეს არის სამყაროსგან მოდის ინფორმაცია, ხო? მე ვიცი კანონები სამყაროსი და შეიძლება ახლა მე რო თქვენ თქვათ მოგცეთ ეს ფასდაკლება, ხო? აი თქვათ ძალით რაღაც, აი მოდი ახლა და ეს დანახეთ ახლა როგორი მომენტი არის. ხო, ნუ რა ვქნა, არა აქვთ ხალხ ფული და მოდი ახლა გავუკეთო რაღაცა, აი აქცია. ხედავთ როგორი საშინელი არის პოზიცია. ანუ მე მაქვს და კარგით, მოდით მე თქვენს მოგცემთ. აი ჩემთვის ეს არის აქცია. გაიგეთ? რომ ნუ რა ვქნათ ახლა თქვენ რადგან ახლა არ შეგიძლიათ მე თქვენ დაგეხმარებით. ცუდია, ცუდი. აქ მე არავინ არ ამყავს მათხოვარი. აქ ყველა ჩემთან მოდის ადამიანი, რომელიც აქ თავმოყარეო. რატო უნდა ადამიანს აი ასე დავამცირო? რატო უნდა დავამცირო? დამცირება. ნუ ეს არის ჩემი პირადი მიდგომა, რომ აქცია ჩემთვის ადამიანების დამცირება. ნუ კარგით. არა გაქვს საშუალება რომ გადამიხადოთ ახლა რაც არის, ნუ მოდით. არა. თქვენ ხართ სულ ძალიან აი მართლა რა ჩემთან ისეთი აუდიტორია არის რომ მე ვერ დავამცირებ. ეს უბრალოდ ვალენტინობის დღე არის რაღაც აი ისეთი აი როგორც საჩუქარი რა, აი ესე ვაკეთებ. აი ეს არის საჩუქარი, რადგან ჩემი სახელობის რაღაც ხდება თორე დანარჩენი არა, მე ვერ დაგამცირებ ნამდვილად თქვენ. და კურსზე გითხარით, კიდე რამდენიმეჯერ დავიწყე რაღაცა საქმეები და ვერ მივახციე, თქვათ, ნუ ბოლომდე რა, ანუ რა შეიძლება იყოს? ეს შეიძლება იყოს, მათ რეცაში უნდა ვნახოთ, ან მე-13 ენერგია გაქვთ მინუსში, როცა ადამიანს არ შეუძლია რომ მიიყვანოს საქმე ბოლომდე. ასე ზედაპირულად ვერა, რა თქმა უნდა, ეს საუბარი უნდა იყოს ჩვენი, რა თქმა უნდა, მატრიცა უნდა გამოვიყენო თქვენი და რა თქმა უნდა, იქ მე ვიპოვე მაგაზე პასუხს რა. ასე მე არ მიყვარს აი ასე პასუხების გაცემა, იმიტომ მეჯავრება სხვათა შორის გაკეთება ერთ კითხვაზე პასუხი, ეს არის სისულელე. იმიტომ რომ ნუ მე არ ვაკეთებ, ეს არის მკითხაობა, მე მკითხავი არა ვარ, ვზრდი მკითხავებს, მე ვზრდი და აროლოგებს ადამიანებს, ვისაც შეუძლია რომ დაეხმაროს სხვას, იმიტომ რომ გაურჩიონ სიტუაცია და ნახონ გამოსავალი, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. აი ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდე მკითხეს ხართ თუ არა თქვენ ამჟამად შეყვარებული? დიახ, ვარ ძალიან შეყვარებული. შემიძლია გითხრათ, კი. მე სულ ვარ შეყვარებული და ეხლა მithumetes ძალიან ვარ შეყვარებული და ნამდვილად გისურვებთ თქვენს სულ ყველას რომ თქვენს იყოთ სულ შეყვარებულები. და პირველ რიგში თქვენი თავი უნდა გიყვარდეთ და თქვენ თავზე იყავით შეყვარებულები. თქვენ თავზე თუ იქნებით შეყვარებულები, მე არ ვიძახე ნარცისობაზე, ეგ სხვა თემაა. მაშინ იქნება ყველაფერი ძალიან კარგად და კიდე იყო ერთ-ერთი კითხვა, როგორ შეიძლება გამოვასწორო ჩემი ურთიერთობა, რა შემიძლია გავაკეთო მაგისთვის და მაგისთვის მე ვაკეთებ მაგ გეგმაში ძალიან მაგარი ტრენინგი.
სადაც აუცილებლად გასწავლეთ იმ ტექნიკებს, როგორ უნდა შეიყვაროთ თქვენი თავი. რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისთვის, რომ თქვენი ძველი ურთიერთობები, რომელიც უკვე აღარ არის, აღარ გჭირდებათ, მაგრამ გიშლიან ხელს იმაში, რომ თქვენ შექმნათ ახალი ურთიერთობა. მე გასწავლეთ იმ ტექნიკებს, როგორ უნდა პირველ რიგში შეიყვაროთ თქვენი თავი იმ დონეზე, რომ თქვენ მერე სხვასაც შეგიყვარებს. მე ვიცახე, მოპირდა ისა, ანუ თქვა მამაკაცებს ქალები, არა, გოგოებისთვის ვაკეთებ, გოგოებისთვის. ანუ კაცები, როგორ უნდა მიიზიდოთ რიტუალები, არა, ჩვენ გვაქვს სხვა რაღაცა მიდგომა, გაიგეთ, სხვა რაღაცა მიდგომა. ხო და აი ამ ასეთ კურსს ვაკეთებ, იქ იქნება არტ-თერაპია, იქ იქნება ბევრი კიდე რამე საინტერესო და ნამდვილად იქნება ამისი ანონსი. და კიდე იქნება, მე ვფიქრობ, რომ მატრიცის შესახებ, ეხლა მატრიცა ბევრს აქვს გაკეთებული ჩემთან და ბევრს აქვს კითხვები, როგორ გამოვიდე ეხლა ამ მდგომარეობიდან, კი გავიგე, რომ ეს პრობლემები მაქვს, რა გავაკეთო ეხლა იმისთვის, რომ ეს დავამუშო. აი მასე ტრენინგსაც გავაკეთებ აუცილებლად, რომ დაგეხმარებით მაგაშიც, ანუ მატრიციდან გამოსვლას, აი ასე დავარქვევთ ალბათ ამ ტრენინგსაც, მაგასაც გავაკეთებ. ამიტომ გეგმები ბევრია. აუცილებლად დაგეხმარებით, რიცით შემიძლია, თქვენ კი მინდა გითხრათ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მენდობით, იმისთვის, რომ თქვენ ხართ ჩემს გვერდით და კიდე ფრთხილად იყავით, გეხვეწებით, აღლიდებს ნუაყვებით. თუ ეჭვი ოდნავად შეგეპარებათ, ხო? გთხოვთ, რომ მომწერეთ რა, ქართული ნომერი მაქვს მე, მომწერეთ და მკითხოთ, ვალენტინა, თქვენ ხართ ეს, რომ წერთ? თუ გინდა დარეკეთ და ვიდეოს არით გიპასუხებთ. უბრალოდ აი ძალიან გთხოვთ, რომ გაუფრთხილდეთ აი თავს და ასეთ აღლიდობას. მიყვარხართ ძალიან და მადლობა, რომ ჩემთან ხართ.